ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარება, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, არის ერთგვარი გაგრძელება შობის დღესასწაულისა. დღეს არის მოთხრობილი ის ამბავი, თუ როგორ ამოწყვიტა ჰეროდემ ბეთლემში დაბადებული ბავშვები 2 წლისა და უდარესი, ანუ უფრო ქვემოთ წლოვანების მქონე. მაგრამ რა ხდება მაცხოვართან დაკავშირებით? ღვთის ანგელოზი გამოეცხადება იოსებს და ეუბნება: წარიყვანე ყრმა იეგე და დედა იმისი და ივლტოდე ეგვიპტეთ, რამე თუ ჰეროდეს სურს მოკლვა იმისი. და იქ უნდა დარჩეს ვიდრე ჰეროდეს აღსრულებამდე. წაიყვანა იოსებმა, ასე გადარჩა მაცხოვარი მსწრელი წუთის სოფლისა, ხოლო ის ბავშვები პირველ მოწამენი ქრისტეს გამო, რა თქმა უნდა, ცხონებადნი და ცხონებაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი მოუნათლავნი არიან პირდაპირ ამ გაგებით, მაგრამ ეკლესია სჯერა, რომ ისინი არიან ცხონებულნი, იმიტომ რომ მაცხოვრის გამო ეწამნენ, სისხლით მოინათლნენ ეს ბავშვები. ეხლა მაცხოვართან დაკავშირებით რაც არის საინტერესო. მიდის ეგვიპტეში იოსები მარიამთან და ყრმასთან ერთად. საერთოდ ეგვიპტე წმინდა წერილის თანახმად ყოველთვის გაიგივებული არის ჯოჯოხეთთან. ეს არის ადგილი ეშმაკის სამკვიდრებელი. არა როგორც გეოგრაფიული ადგილი, რა თქმა უნდა, არამედ როგორც სულიერი ადგილი. და რატო? აი რომ გავიხსენოთ მაგალითად გამოსვლათა წიგნი. თქვენ იცით ეს ბიბლიური ისტორია იოსებთან დაკავშირებული, როდესაც იოსები გაყიდეს ძმებმა, ის ხდება ეგვიპტეში, გაყიდიან მას პოტიფარის მონააჯერ, შემდგომში ციხეში ჩააგდებენ, მაგრამ ისე გამოდის, რომ ღმერთმა მისცა მადლი სული წმინდისა, რათა ახსნას სიზმრები. და ასე ხდება მისი განვითარება, მოხდება სამეფო საიმპერიო საფარაონო კარზე და ხდება მეორე ფარაონი. ასე გრძელდება რამოდენიმე ხანი, ვიდრე არ ჩამოიყვანს იოსები თავის ოჯახს, რომელიც შიმშილით იღუპება იქ, სადაც დატოვა ისინი და ეგვიპტეში ჩაყავს ეს ადამიანები. მრავალი საუკუნის განმავლობაში, როდესაც იცვლებოდნენ ფარაონები, ახსოვდათ იოსების ღვაწლი, რომ მან გადაარჩინა არა მხოლოდ თავისი ერი, არამედ სხვა ერებიც და მათ შორის ეგვიპტელებიც საშინელი შიმშილისაგან. და ეს გადადიოდა თაობიდან თაობაზე, ეს ახსოვდათ ფარაონებს. მაგრამ დადგა ისეთი ფარაონი, როდესაც დაივიწყა იოსების ღვაწლი და მისი ერი, რომელიც გამრავლდა ეგვიპტეში, დაუწყო დევნა, საშინელი დევნა. დაიმონა ეს ადამიანები და დაახლოებით 600,000 კაცი იყო დამონებული ეგვიპტის ფარაონის მიერ. აი ამ სწორედ დროს იბადება ეგვიპტეში მოსე. ეხლა ამასთან არის დაკავშირებული ჯოჯოხეთის აღქმა იმის ფარაონისა და მათ შორის, ესე იგი, ეგვიპტისა. წმინდა გრიგოლ ნოსელი გახლავთ მე-4 საუკუნის უდიდესი კაბადოკიელი მოძღვარი, უდიდესი ღვთისმეტყველი. აი სწორედ ძეგლი აქვს ესეთი დაწერილი მოსესთან დაკავშირებით. მოსეს ცხოვრება ეწოდება მას. 2 წიგნედია ეს წიგნი, 2 ნაწილედია. აი პირველი ნაწილი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მეორე ნაწილი, სადაც არის სულიერი საღვთისმეტყველო ანალიზი გაკეთებული მოსეს ცხოვრების ეპიზოდებისა, ესეთ რამეს ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი. როდესაც ეგვიპტეში დამონებულები არიან ებრაელები, ძველი აღთქმის რჩეული ხალხი, ეგვიპტი არის სიმბოლო ჯოჯოხეთისა. ფარაონი არის სიმბოლო ეშმაკისა, ანუ ჯოჯოხეთის მთავრისა.
ხოლო ის ებრაელები ძველი ათქვის მართლები არიან, რომლებიც განურჩევლად მიდიოდნენ ჯოჯოხეთში და თქვენ იცით, რომ ქრისტეს აღდგომამდე ყველა მართალი მიდიოდა ჯოჯოხეთში. აი ესეთი სიმბოლო, სახე სიმბოლო აქვს გამოყენებული წმინდა გრიგოლ ნოსელს. ჯოჯოხეთია ეგვიპტე, ფარაონი ჯოჯოხეთის მართველი, ხოლო მართლები, აი ეს, რომლებიც დატყვევებულები არიან, ჯოჯოხეთში მყოფი მართალთა სულები. მოსე ვინ არის? მოსი არის სიმბოლო მაცხოვრისა, რომელიც იბადება სხვა ქვეყანაში კი არა, ეგვიპტეში იბადება. და რისი სიმბოლოა ეს? სიმბოლოა იმისა, რომ მაცხოვარმა მიიღო დაცემული ადამიანური ბუნება, რათა გამოეყვანა ჯოჯოხეთიდან ადამიანები. და სწორედ ესე იგი მოსე არის სიმბოლო მაცხოვრის, რომელიც დაიბადა ამავე ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში, ამავე ტყვეობაში შეიძლება იყოს, ითქვას, ოღონდ ამ ტყვეობას ამ შემთხვევაში გულისხმობს დაცემული ბუნება მაცხოვრისა. ზოგნი ამბობენ, რომ მაცხოვარმა მიიღო დაუცემელი ადამიანური ბუნება. ეხლა ეს ძალიან დიდი საღვთისმეტყველო საკითხებია. ამას ერესი ეწოდება აპტარტოდოკეტები, ძალიან დიდი ამბებია, ეხლა ამას არ შევეხებით. მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლები რას ვაღიარებთ? ვაღიარებთ იმას, რომ მაცხოვარმა მიიღო დაცემული, ესე იგი ცოდვის შემდგომი ადამიანისეული ბუნება. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ მოსე იბადება ეგვიპტის წიაღში. და როდესაც თქვენ გახსოვთ, ეხლა დანარჩენს აღარ მოვყვები, შემდგომში ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ უნდა გამოიხსნა ეს ხალხი ეგვიპტიდან, მოსე ნამდვილად ჩადის, თითქოს ამ ჯოჯოხეთში ჩადის, როგორც მაცხოვარი ჩავიდა ჯოჯოხეთში, წარმოსწყვენა დააცარიელა ჯოჯოხეთი და გამოყავს ყველა ებრაელი, ანუ ყველა ძველი ათქმის მართალი ამ ეგვიპტის ტყვეობიდან. ესე იგი, არც მართლები რჩებიან ამ ჯოჯოხეთურ ყოფაში, ანუ ეგვიპტეში და არც მოსე რჩება ეგვიპტეში. როგორც მაცხოვარი მოვიდა წუთის სოფელში, ჩადის ჯოჯოხეთში, აღმოიყვანა იქიდან ყოველივე და თვითონ ჯოჯოხეთში რა თქმა უნდა არ რჩება მაცხოვარი. მათთან ერთად და პირველი, ვინც კი შეიძლება ამოსულიყო, ეს არის მაცხოვარი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ესე იგი, სახე სიმბოლოები დაკავშირებული ფარაონთან და ეგვიპტესთან არის ასეთი, რომ ყველაფერი არის წეული, რაც კი უკავშირდება ძველი ათქვის ეგვიპტურ ყოფას. და სწორედ ამიტომ ახალ ათქმაში, დღეს რაც წავიკითხეთ სახარებაში, არის ესეთი სიტყვები. ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. რა სიტყვებია ეს? სიტყვებია ის, რომ მე ჯოჯოხეთში, ანუ ამ ეგვიპტის წიაღში კი არ დაგტოვებ შენ. კი, შენ წახვედი იოსების ხელით, მარიამთან ერთად, ჩახვედი ეგვიპტეში, კი? მაგრამ ეგვიპტიდან უნდა გამოგიყვანო, ასე იგი, ეგვიპტით ვუწოდე ძესა ჩემსა, ამბობს წინასწარმეტყველი სპირით, მამა ღმერთი თითქოს. რომ იქ არ გტოვებ შენ. იმიტომ რომ ეს არის წეული, ეს არის სახე სიმბოლო ჯოჯოხეთისა. და ამასთან დაკავშირებულია მეორე მომენტიც. შემთხვევითი არ არის სწორედ ის ფაქტი, რომ მეოთხე საუკუნეში, ყველასთვის ახლა ცნობილია, რასაც ახლა ვიტყვი, ყალიბდება ქრისტიანთა შორის ესეთი ცხოვრების წესი, განდეგილობა. მანამდე, ანუ 3 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობისა, განდეგილობა, როგორც მოძრაობა, როგორც ბერ-მონაზნური ცხოვრება, შეიძლება იყო, მაგრამ ჩვენთვის უცნობია. მეოთხე საუკუნეში პირველი ყველაზე დიდი განდეგილი არის ანტონი დიდი. აქედან იწყება განდეგილური მოღვაწეობა. მაგრამ მანამდე მისი მოძღვარი ცნობილია პავლე თებელი ესეთი.
და სად ცხოვრობენ ეს ადამიანები? აი ეს არის საყურადღებო. ტყეში კი არა, უდაბნოში, ეგვიპტის უდაბნოებში ცხოვრობენ. სადეფარებიან ისინი. თქვენ იცით, რომ ისეთი კლიმატია იქ, სადაც ესენი ცხოვრობდნენ, რომ საშინელი სიცხე არის დღე, მაგრამ ღამე არის საშინელი სიცივე. დღესაც ცხოვრობენ ესეთი ბერმონაზვნები. ტელეფონებითა და მანქანებით კი ადადიან ის ბერმონაზვნები ეგვიპტისა. აი ესე იტანჯებიან გაცრეცილი კაბებით, იტანჯებიან ესე იგი დღე საშინელი სიცხით და ღამე საშინელი სიცივით. დიდხანს ვერ ცოცხლობენ ესენი. არა აქვთ არც დასაბანი, წლები გადის არ ბანაობენ ესეთი ადამიანები. განდეგილები არიან. აი ანტონი დიდის ღვაწლის მატარებლები. რატო ვამბობთ ახლა ამას? აი ეს მამები, ესე იგი ანტონი დიდი, პახომი დიდი, მაკარი ეგვიპტელი და ასე შემდეგ და უამრავი, მათი მოღვაწეობა იწყება ეგვიპტის უდაბნოში. იქ ჩამოყალიბდა მონაზვნობა როგორც ასეთი. სადეფარებიან, თავშესაფარი სად არის მათი? სამარხებში, პატარა პირამიდებში, ხეოფსის პირამიდაში კი არა. ყველა ეგვიპტელს პატარა სამარხი უნდა ჰქონოდა. შეძლების დაგვარად აშენებდა თავის ცხოვრების განმავლობაში, რომ ყოფილიყო ღმერთთან მიახლოებული, რაღაცა მისტერიები ჰქონდათ, ეს დიდი ამბებია ახლა ცალკე განსახილველი. სამდათ რომ ამი პირამიდის წყალობით ღმერთთან ამაღლება მოხდება და სხვა. და ყველა აშენებდა პირამიდას თავის საზომით. აი ამ პატარა სამარხებში ცხოვრობდნენ ეს განდეგილი ბერები. და მაგარი დის უკავშირდება ესეთი თხრობა, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, როდესაც შევიდა ერთ-ერთ სამარხში, სამარხიდან სამარხში გადადიოდნენ. შევიდა სამარხში და წამოკრა ფეხი ერთ-ერთი ადამიანის თავის ქალას, რომელიც ალბათ დამარხული იყო იქ. და ეკითხება, მაგარი, შენ ვინ ხარო? და ეს ეუბნება, მე ქურუმი ვარ, ეგვიპტელი, წარმართი და ვიტანჯები ჯოჯოხეთის ალში. და ისევ დგევართ ჩვენ ამ ყოფაში, რომ ერთმანეთის პირის სახეს ვერ ვხედავთ. მაგრამ შენი ლოცვით, რატო ლოცვით? სადაც შევიდოდა მაკარი დიდი, იმ სამარხის მკვიდრთ იხსენებდა ღმერთო, გაანათლე ესენი. ლოცულობდა მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ წარმართები იყვნენ. და როდესაც შენ ლოცულობო, შველაა ჩვენი როგორი? და საინტერესო შველა არის მათი. ის კი არა, რომ წყალი ვიღაცა მოგვაწოდოს და არა. ერთმანეთისაკენ ტრიალდებით. და ერთმანეთის პირის სახეს ვუმზერთ. და ეს არის უდიდესი შვება ჩვენი. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? რომ ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი არის ადამიანის დამოკიდებულება მეორე ადამიანისადმი. როდესაც ჩვენ პირის სახის დანახვა არ გვინდა მეორესი. ამიტომ დგანან ესენი ერთმანეთისაგან მოშორებით და ზურგით მიქცეულები. მაგრამ შველა არის, როდესაც ტრიალდებიან. წარმოიდგინეთ, ესე იგი, რამხელა ჯოჯოხეთური შინაგანი ცხოვრება აქვთ, რომ მხოლოდ ეს მოძრაობა არის მათთვის შველა. ეს მაკარი დიდს უკავშირდება და ეს მაკარი დიდი, ანტონი დიდი, პახომი დიდი და ყველანი, ვინც ჩამოთვალეთ, იწყებენ მოღვაწეობას, როგორც მოგახსენეთ ეგვიპტეში. შემთხვევითი არ არის ეს. იმიტომ რომ უდაბნო და ეგვიპტე კერძოდ, როგორც მოგახსენეთ, იყო სახე-სიმბოლო ეშმაკის სამკვიდრებელისა და სწორედ იქ მიდიოდნენ მამები, რათა შერკინებოდნენ ეშმაკის ძალას. პირველი რაც არის
შესარკინებელი, ეს არის შინაგანი ჯოჯოხეთი, შინაგანი ეშმაკისეული დამოკიდებულებანი. ასეთი აზროვნება იყო მამებში. და ანტონი დიდის ცხოვრებაში, რომელიც აღწერა ათანასე დიდმა ალექსანდრიელმა, არის ნათქვამი, რომ ბევრჯერ უცემია პირდაპირი გაგებით ეშმაკს ანტონი დიდი და უძლური ყოფილა, ვერ ადგებოდა ის ამ ცემისაგან. ყველაფერი დიდია ამბობს ეშმაკი, ეუბნება, რაღა გაკლია შენ? თითქმის აღარ გძინავს, თითქმის აღარ იკვებები, თითქმის არაფერს არ აკეთებ ისეთ ადამიანურს, ანგელოზის მსგავსი ხარ, ეუბნება ეშმაკი. ანტონი დიდმა იცის ეს და ეუბნება ანტონი, კი, მე თითქმის არ მძინავს და შენ საერთოდ არ გძინავს. მე თითქმის არ ვიკვებები და შენ საერთოდ არ იკვებები, მაგრამ ის რითიც გინდა გამომიჭირო, ეს არის ამპარტავნება. შენ გინდა რომ ჩამაგდო ისეთ მდგომარეობაში, რაც შენ არ გახასიათებს. ანუ თავმდაბლობა არ გახასიათებს. და ის რაც მოვიხვეჭე, ერთადერთი რამის გამოა, თავდაბლობა მქონდეს მე და შენ მინერგავ იმას, რაც არ გაგაჩნია შენ და გინდა გამომიჭირო შენ ხაფანგში. აი ესეთი საუბარი იყო მასსა და ეშმაკს შორის. შერკინებულები იყვნენ ეს მოძღვრები და ამიტომ. და რატომ მოვყევით ეს ყოველივე? იმიტომ რომ ბიბლიური თხრობიდან გამომდინარე ეგვიპტე არის, როგორც მოგახსენეთ, წყევლის სიმბოლო, ეშმაკის სამკვიდრებელი. ამიტომ მაცხოვარი მიყავთ ეგვიპტეში, რათა შეიძლება ითქვას ცუდი გაგებით, ახაროს ჯოჯოხეთს, რომ შენი ბრძანება ცოტა ხანში იქნება დასრულებული. ამიტომ აღმოუწოდე ძესა ჩემსა წერია. კი ჩავიდა იქ, მაგრამ იქ არ დარჩენილა. ამიტომ მიდიოდნენ მამები ეგვიპტის უდაბნოებში და იქიდან უკვე ბერმონაზნობა გავრცელდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენთანაც მე-6 საუკუნეში იცით თქვენ ასურელი მამები მოდიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩამომყალიბებლები ამ მოძრაობის, ამ ცხოვრების სტილისა იყვნენ მეუდაბნოე ეგვიპტელი მოძღვრები. გაცრეცილი კაბებით აი ესეთი ტანჯულები. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გათავისუფლება შინაგანი ეგვიპტისაგან. ჯვარი გეძებთ.